საშინელ მდგომარეობაშია ეს ეკლესია, კედლებია დარღვეული, კედლებიდან ცვივა ქვები და ამდენად შესაძლებელია, რომ ეს მთლიანად ჩამოინგრეს და საშინელ მდგომარეობაში მთლიანად განადგურდეს ეს ისტორიული ძეგლი. სოფელ კისისხევში ქობულაშვილების რეზიდენციის ტერიტორიაზე აგებული იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, რომელიც მე-8 საუკუნით თარიღდება, დანგრევის პირასაა. უნიკალური ძეგლის სახურავზე ხეებია ამოსული, რაც ნაგებობას ყოველდღე აზიანებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი არაერთი წერილობითი თხოვნის მიუხედავად, რომ ძეგლს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებოდა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. კისისხევის საჯარო სკოლის ტერიტორია გამოირჩევა იმით, რომ ისტორიული ძეგლები არის აი ამ სკოლის ტერიტორიაზე. ეს არის ისტორიული სოფელი და ამდენად სკოლის ტერიტორიასაც ემჩნევა ეს ისტორია. ერთადერთი რაც ჩვენ პრობლემას გვექმნის, ეს არის, რომ აი ამ ისტორიული ძეგლების რესტავრაცია გვჭირდება სავალალო მდგომარეობაშია. მე თვითონ მივმართე ინსტანციებს, უშუალოდ ვისაც ეკუთვნოდა, ყველა საქმის კურსი აბსოლუტურად და სოფლის ისტორიული ძეგლები ითხოვს შველას. ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. მოსახლეობა ამბობს, რომ ტაძარი იშლება და სასწრაფოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საჭიროებს. იოანე ნათლისმცემლის ტაძრის სიახლოვეს მე-8 საუკუნეში აგებული სასიგნალო ციხე-კოშკი მდებარეობს. ეკლესიის მსგავსად კოშკზე ხეებია ამოსული და ნელ-ნელა ინგრევა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ციხე-კოშკი არა მარტო რაიონისთვის, არამედ საქართველოსთვის დიდი ისტორიის მატარებელია, რის გამოც ამ ნაგებობით ადგილობრივი ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს და უნიკალური ძეგლის სავალალო მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე იფიქროს. კისისხევის საჯარო სკოლის ეზოში დგას ორი ისტორიული ძეგლი, რომელიც მე-8 საუკუნეს ეკუთვნის. ერთი არის ქობულაშვილების ციხე-კოშკი, სასიგნალო ციხე-კოშკი, რომელიც მტრის შემოსვლას ატყობინებდა ერეკლეს ციხე-კოშკს და ემზადებოდნენ მტრის დასახვედრად. მეორე არის ქობულაშვილების კარის ეკლესია, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა. ეკლესია არის სავალალო მდგომარეობაში, ერთნავიანი ბაზილიკა, ასევე სავალალო მდგომარეობაშია ციხე-კოშკი. დიდი ხანია, რაც ამ საკითხით დაინტერესებულიან გარკვეული პიროვნებები, მაგრამ საშველი რა თქმა უნდა არ ეღისდა. ამის გამო აგერ ქალბატონი მარიკა ლაფაური იბრძოდა რამდენიმე წელია ამ საკითხს მოგვარების გულისთვის, მაგრამ ჯერჯერობით საშველი არ არის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ იმდენად საშიშია ბავშვებისთვის, რომ ყოველ იმაზე ქარი იქნება, წვიმა იქნება, ნანგრევი წვივა და ბავშვებისთვის შეიძლება სავალალო მდგომარეობით დასრულდეს და აუცილებლად საჭიროა ამის გაკეთება, რესტავრაცია, აღდგენა. სოფელ კისისხევში არსებული ორივე ისტორიული ძეგლის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობს გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. ფიქრი აყუშიტაშვილი ამბობს, რომ მათ რეაბილიტაციას სოლიდური თანხები სჭირდება, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია. აღნიშნულ პრობლემას ძალიან კარგად ვიცნობთ და უფრო მეტიც ჩვენ გაცილებით უფრო მეტ პრობლემებს ვიცნობთ კარგად, ვინემ თქვათ აქტივობა მოსახლეობის მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ისეთი ძეგლებიც, სადაც ამ მოსახლეობა მაგალითად არ აქტიურობს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია კონკრეტულად ჩემი სამსახურის სპეციალისტებს, რომ ეს ძეგლები არის დაუყოვნებლივ მისახედი, მაგრამ ჩვენი პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ ბიუჯეტურად ადგილობრივ ხელისუფლებას არ გვაქვს ის სახსრები, რაც სჭირდება ამ ძეგლების რეაბილიტაციაზე. ისტორიულ წყაროებში კისისხევი მე-4 საუკუნიდანაა მოხსენიებული. სოფელში 63 ისტორიული ძეგლია, რომელიც კისისხევს სხვა სოფლებისგან გამოარჩევს. მოსახლეობა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ უნიკალურ ძეგლებს რეაბილიტაცია არ ჩაუტარდება, მრავალსაუკუნოვანი ნაგებობები განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.